მოგესალმებით ძვირფასო ტელემაგრუბრულ ჩვენ ვიწყებთ ჩვენ შესანიშნავ გადაცემას კონსერვატორიას BBC-ის ეგრეთ წოდებული სკანდალით მინდა დავიწყო BBC-მ დაგუბრალდა რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული შხამის გამოყენება შევძელით ქართველებმა ქართულმა ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნუ ეს პირველი მსოფლიო ომი რატო იქნა? ნახსენები მეორე მსოფლიო ომის დროს არ მოხდარა ღვთისმადლით ქიმიური იარაღის გამოყენება. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს იყო საშინელება და ორივე მხარემ დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოიყენეს ეს იარაღი, მათ შორის იბრიტი და ეს იყო საკაცობრიო ტრაგედია. და ეხლაც ახსოვთ, ესე იგი ესეთი განცდა აქვს, როგორც კითხვიან პირველ მსოფლიო ომს იქ ინგლისში, სადაც ეს ყველაზე მტკივნეულად განიცადეს, რაღაც ასოციაციები აღიზრება. ეს არის დასავლური მაყურებლისთვის გათვლილი პასაჟი, რომ ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შხამი. იმიტომ რომ მაშინ ეს ომი ცნობილი იყო იმით, რომ საზარელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს და სხვათა შორის იმდენად საზარელი იყო, რომ შემდეგ შეთანხმდნენ და არ გამოყენებაზე შეტყობდნენ და ნაცისტებმა არ დაარღვიეს ეს შეთანხმება. ესეთი უცნაური რამ მოხდა. ხო, ნუ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად აღიქვა ეს საფრთხე, იმიტომ რომ გამოვიდნენ ლიდერები, პარტიის თუ ქვეყნის მესვეურები და მთელი რიგი განცხადებები გააკეთეს, გამოძიებას დაიწყეს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ყოველთვის თითქოს და წარმატებულ პიარ სხვაში ხელი ეშლებათ ლიბერდებილებს ისევ საკუთარი თავის გამოისობით. ჭარბ რეალობას იმდენად ჭარბად ქმნიან, რომ სულ ცოტა ხანში ეს სკანდალი უკვე შაპიტოს დაემსგავსება. მაგალითად გუშინ წინ იმის წინ შეიძლება დღესაც არ ვიცი, გამოდიან გიჟები, რომლებმაც წესით უნდა ხელში აიღონ ეს ბრალდება, დროშად და დაგვარბიონ, ასე ვთქვათ, და ჩემს თუთიყუშს ბუმბული გაცვივდაო და მე არ ვიყავიო თბილისში და რო ჩამოვედი და მე მივედი ერთი კვირის მერე და მე მოვიწამლეო და ნუ ცოტა გული მქონდა აჩხარებულიო და ასე შემდეგ. სიგიჟეებს ლაპარაკობენ. წმინდა წყლის სიგიჟეებს. აი ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომ ჩვენს ხელისუფლებას იმდენად დიდი კარტ-ბლანში აქვს, იმდენად კომფორტი აქვს, რომ ნახევრად სერიოზული ბრალდებაც კი უბრალოდ BBC რადგან შერჩენია ჯერ კიდევ ისაც დამხობილია, მაგრამ ბოლომდე არ არის დამხობილი მის რეპუტაცია და გადაწყვიტა პასუხი გაეცა. შეიძლება არ დაჭირდეს ამ პასუხის გაცემა, იმიტომ რომ საგიჟეთი მოაწყეს. ინგა გრიგოლიასთან განსაკუთრებით. ინგა გრიგოლია არის ჩვენი მოკავშირე, მეგობრებო, მართლა. ანუ ზასტავ დურაგა ბოგუმალიცა on lob rashibiyot. აი ზუსტად აი ოკუპანტების ანდაზა ზუსტად მასია, რომ არ არსებობს ადამიანი. ეს არის ნერვების რაღაცა ფსევდოპატრიოტული დიასახლისური ურაპატრიოტული ლირიკის, გმირული ლირიკის მილიტარიზმის ნაჯვარი, რაც იქიდან გვესმის და აი ეს ყველაფერი ლოგიკურს აჩერებს. ამაზე მინდა ვილაპარაკოთ, ამ შემთხვევაში გამოქვეყნდა ჩვენი არაკეთილმოსივნე ქართველების სტატიები, სადაც დასცინიან უბრალოდ ამ ნარატივს, რომ მოვწამლეთ ხალხი რა. ალბათ დაგეთხოვილი ყველას. ხო. ნუ შალო მე ასე ვიტყოდი რომ სინამდვილეში ჩემი აზრით მე ჩემს პოზიციას ვთვლი რომ ეს არ არის განკუთვნილი საქართველოსთვის ეს სტატია განკუთვნილია ევროპელი აღმოჩენებისთვის ევროპელებისთვის რომ რატო მე ასე მგონი მე ასე წარმოგიდგენია რომ დასავლეთი არ კარგავს იმის რომ საქართველოში ხელისუფლება შეიძლება და რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს თუ ხელისუფლება შეიძლება არაკონსტიტუციური არაკანონიერი გზით რომ აი თქვან რომ აი ესენი ის ხალხი იყვნენ საკუთარ მოსახლეობას ესროლეს ქიმიური იარაღი იმიტომ რომ თან წარმოდიდნენ ანუ ხა ქიმიური იარაღი იყო იარაღი ან რატო გამოიყენეს ის პირველ მსოფლიო ომში იმ პერიოდში როდესაც ფრონტის ხაზი იყო უცვლელი და 1 კილომეტრის გადალახვასთვის რამოდენიმე ასეული 1000 ადამიანი ეღუპებოდა ქიმიურმა იარაღმა პირველად გამოყენების დროს 10 კილომეტრიანი გარღვევის უზრუნველყოფა შეძლო. ანუ ეს იყო იარაღი, რომელმაც აიტიდაგები გამოიგონეს და ეს დამთავრდა. ანუ ეს იყო იარაღი, რომელმაც მიაღწევინა მათ წარმატება და თავარი რა იყო, რომ ეს იყო გიგანტური დანაკარგებით. საქართველოს ტანკებმა ინგლისელების ტანკებმა. ნუ ეგ მერე უკვე. მოუგეს. ხო. მაგრამ აქ რა არის? საქართველოს ქიმიური იარაღის
გამოყენების შემდეგ ხალხმა 1 წლის მერე დაიწყეს მოგონება რომ აი სტატიის მერე BBC სტატიის მერე რომ აი რომ თავს რო აი დებილად უგზნობ აი იმის დამსახურება მე დამხვიტეს ბაბუას ზუსტად იგივე აბსოლუტურად რა და პლუს ამას ვთქვათ რომ მე კიდე უფრო მეცინება რომ აქაური ოპოზიცია რო ცდილობს რომ ეს მოირგოს და გამოიყენოს და ნუ თქვათ რა რეალურად რა შერას აღნიშნე არ შეუძლიათ მათ არა ანუ შვიდად არ შეუძლიათ მიზიონ ისტერიის გარეშე და ისტერია დამღუპელდა გთხოვთ ნუ ეს კლასიკური პოსტსიმართლის ეპოქაა რა როდესაც სიმართლის კონსტრუირება ხდება სხვა ტრადიციული მედია საშუალებებიდან მათ შორის BBC სხვა ესეთი საშუალებებიდან გასაგებია რა მიზანიც ჰქონდა სხვადასხვა უამრავი კვლევა არსებობს უკვე როგორ ქმნიდნენ გარკვეულწილად დემონურ სახეებს სხვადასხვა სახელმწიფოებისგან და ან ხელისუფლებებისგან შეერთებულ შტატებში მაგ ფეიქ ნიუსებით და მე როგორ ხდებოდა მათი ესეთი დამხობა იგრე კორეის ომი იქნება ეს ერაყი იქნება თუ სხვადასხვა ეს თუნდაც კადაფის შემთხვევაში ხო რაღაცა სიგიჟეები მოიფიქრეს მე აღმოჩნდა რომ ეგეთი რაღაც არ მოხდა მე ქვეყანა დაანგრიეს აბსოლუტურად ანუ აქ რასთან გვაქვს საქმე კადაფის ჰუსეინის და სხვადასხვა ესეთ ეპოქაში დღეს უკვე გლობალიზებულია საინფორმაციო სივრცე ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად რომ ვიბრძოლოთ აი ამ გლობალურ სივრცეში და მეორე მხრივ თვითონ ის ტრადიციული მედია საშუალებები დისკრედიტირებულია თვითონ იქვე ჩვენ ნახეთ ტრამპის შემთხვევა ხო ტრამპი უჩივეს BBC გააგდო ის დირექტორი კაც გააგდო დირექტორი და ანუ ის რეპუტაციული დარტყმა მას უკვე მიიღებული რა თქმა უნდა მაგრამ თავარი რა მომენტია თავარი არის ის მომენტი რომ როდესაც ერთადერთი რაც ზუსტი არის რომ რაღაცებს იღებენ ხო ჩვენ როდესაც მაგალითად უკრაინის ომს როდესაც უყურებდით ხშირ შემთხვევაში არა რაღაცა მეორე ადამიანების მხრიდან არამედ იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც იბძვიან ხო ისინი იღებენ კონკრეტულად ისინი იღებენ ერთი ადამიანის ის არის ვიდეო ჩანაწერი არის რომელიც აი ამ გას აჩვენებს რა რომ ესეთი ერთი არ არის ანუ კი რაღაცა მოსაზრება პოსტსკრიპტუმ ვიღაცები საუბრობენ ხო ერთადერთი ერთი ადამიანის არ არის რომელიც ძალიან სულად გახდა გაზის გამო თან ყველას აგვაქვს ეს მობილური ან ბილტვები დაუზიან და პირველი მსოფლიო ომის დროის დონის პრობლემა შეეყო ყველას აქვს მობილური რომელსაც შეუძლია ეს გადაიღოს და ვერავინ ვერ მოახერხა ამის გადაღება ვერავინ ვერ მოახერხა ამის დაფიქსირება და მე ესე იგი ერთი წლის შემდეგ ეს გასაგებია რომ ამას სერიოზულობა აკლია მაგრამ როგორც დიდმა გვარამიამ თქვა ხო ნიკა გვარამია რომ არ არის ფაქტები არის არ არის ეგრე ნუ ისინი მე მგონი BBC-ს სწორედ აი ამ პრინციპით მოქმედებს ამ შემთხვევაში გონი ჩვენ ხშირად საუბრობთ რომ იქაური კრიზისი არის აქაურის ჩაფლავების მიზეზი და აი ეს BBC-ს кейსია ეს შემთხვევა არის აი მაგისი ნათელი მაგალითი კლასიკური მაგალითი ისინი ანუ უწევენ სატოპკეს ისინი ფეიქებს აკეთებენ იმიტომ რომ მათ ჭირდებათ გაყალბება რაღაცის რომ აქ მე რა თქმა უნდა ეს ამტუტონ სიტუაცია და მინავლებული პროტესტს რაღაც სული შთაბერონ უბრალოდ ჩვენ ხშირად აი როცა ფეიქებს ვებძოდით და ვებძვით ანუ ისე იყო ხოლმე რა ბრძოლაში თითქოს ეს აქაური მოვლენა და არ არის ესე ეს ჩვენ დროს აი მე მახსოვს აი ჩემ დროს BBC და CNN-ი ეხა მე პირადად მაგალითად ინგლისური ენა ამათ ყურებაში მაქვს ნასწავლი ასე ვთქვათ მაგრამ რომ მე რომ გაიშალა ჰორიზონტი რომ ნახეთ რომ YouTube-ი არსებობს რომ ნახეთ რომ ესენი რასაც პროპაგანდირებენ ეს BBC და CNN-ი ხო ეს ამას შეერყა წყალი ამათ მე უფრო დაჭირდათ ესეთი ფეიქების გაკეთება კი მანამდეც აკეთებდნენ რა შეიძლება უფრო მეც კარგს ასე ვთქვათ სწორს აკეთებდნენ იმიტომ მორალური პოზიცია სწორი ქონდა მაშინდელ დასავლეთს მაგრამ დღეს როცა ამას კარგავენ, როდესაც ისინი აღარ არიან, ასე ვთქვათ, დომინანტურები, მათ ჭირდებათ აი ესეთი ფეიქები. ჩვენ გვახსოვთ აი იგივე კოლინ პაუელის ის ფხნის რო აფრიალებდა გაეროს იმაზე, ამისი გაგრძელება მაშინაც აკეთებდნენ, უბრალოდ მაშინ ნაკლებად, იმიტომ რომ რაც მივკრიბთ ხო, მაშინ არ ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, 1-2 ხრიკი და გავარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ისინი რეალურად BBC-ს და აქაური BBC-ელებიც, ეს უკვე სახელგატეხილი BBC, მოქმედებენ 2000-იანების 2000-იანების სქემებით, როდესაც არის 2025 წელი და როდესაც ყველასაც არა დიჯიტალიზებული. არა დიჯიტალიზებული და არა ტარგეტირებული, როცა შეგიძლია რაც გინდა ჩაწერო YouTube-ში მოусმინო, შეადარო, დააკვირდო, დაელაპარაკო და საშუალება დივერსიფიკაციას დივერსიფიცირებული საჯარო სივრცეა. თქო. ცოტა შორიდან დავიწყებ რაღაცა 1-2 ფაქტი მინდა მოვიყვანო.
რომ აი საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს ანალიზი რა. დღეს ახლა მაგალითად შეერთებული შტატები ერჩის ვენესუელას. ახლა ეს ვენესუელა მადლობელი უნდა იყოს რუსების, იმიტომ რომ იქ რო ომი მიმდინარეობს, არ აქვს იმდენი ძალა. არა, ძალას თავი დაანერგა, ხა როგორია ის ამერიკანულ დღეს ვენესუელაში შეიჭრას, მე იმას რანაირად ელაპარაკოს, რომ ომი უნდა დაამთავროს. ომი უნდა დაამთავროს და ასე შემდეგ. მოკლედ ვენესუელები უნდა ლოცულობდნენ, რომ ომი არ დაამთავრდეს იმაში, რა ქვია, თორე გარდაუვალია. აი, რაღაცა ჩვენ ხო გვსმენია უამრავი მიზეზები, რომ იქ რაღაცა ნარკოტიკები შემოდის და ასე შემდეგ. ნარკოტიკები რა თქმა უნდა არის და უამრავ ქვეყანაშია, მაგრამ მე რამდენიმე აგერ რაღაც ფაქტს ვიტყვი და დანარჩენი ანალიზი თვითონ საზოგადოებამ გააკეთეს და ვენესუელას აქვს ყველაზე დიდი მარაგი სოფლიოში ნავთობის. ერაყზე გაცილებით დიდი მარაგი. 300 მილიარდ ბარელზე მეტი მარაგი აქვს. რაც დაზვერილია. ვენესუელას და რაც ყველაზე მთავარი ამერიკას ხო აწარმოებს, ხა დიდი რაოდენობით ნავთობს აწარმოებს, ხო? გოგირდის შემადგენლობა არის ასეთ როგორ არის იცი ნავთობში, ანუ მაღალი შემადგენლობა თუ აქვს, იმას გამოიყენებენ მაგალითად დიზელისთვის, ასფალტისთვის რო ხმარობენ ქარხნებში და ასე შემდეგ ბითუმების და დაბალი შემადგენლობის რაც არის, აი შეერთებულ შტატებს აქვს ის ბენზინში ხმარობენ. ანუ წარმოიდგინეთ ახლა რა ნარკოტიკები, რისი ნარკოტიკები ერაყის არ იყოს, იქვე ყავს იქვე აქ როგორ თაფლისშიო რაღაც კოზი ჩაყოფას და თითიროვნე ჩაყო და გაილოკოს იქვე ყავს. ერაყში დაიწყეს მაგაზე ომი, ერაყელები გაანადგურეს და გააუბედურეს. აგერ ლიბიაზე რო ვლაპარაკობდით წინა გადაცემაში, ხო? გაანადგურეს ქვეყნები და იქ ყავთ ორი იმდენი ნავთობი რო აქვს, იქვე რა, იმას არ აცდება. გამორიცხული, იმას ხელიდან არ გაუშვებენ. ანუ თავისი ინტერესია და დამთავრდა. რაღაცას მოიგონებენ. იქ ეხლა ნუ მთავრობის დისკრედიტაციაც ხო დაიწყეს და რაღაცა და ანუ ის ნიღბები რო აქვს დემოკრატიის სახელით რო ვენესუელის ხალხი რო უნდა გაათავისუფლონ და ასე შემდეგ. აგერ ნახავთ ამას ახლა მორჩება რაღაცა, შემდეგი წელი იქნება რომ ვენესუელას ხელიდან არ გაუშვებენ და დამთავრდა. იმიტომ რომ იმას ის ჭირდება, მიზანი აქვს და ამოცანა. აგერ საქართველოსთან დაკავშირებით სანამ უსამშობლოებზე გადავა. 2 დღის წინ იყო ჩასული ჩინეთში მაკრონი. და ჩინელებს ეუბნებოდა რომ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავზარდოთ რაღაცა ურთიერთობები, ეთახეთ ბრუნვა. ჩინეთი და რო ტვირთი წამოვა, სად უნდა გაიაროს იმ ტვირთს? რუსეთზე. საქართველოში ხო უნდა ან რუსეთზე. რუსეთზე ცოტა ესეთ თემაა. საერთო გარანტირებულად უახლოეს პერიოდში საქართველოში უნდა გამოიაროს იმა, ხო? მინიმუმ ჩინეთსაც აწყობს რომ საქართველოში გამოატაროს ამ ხელა პორტს აკეთებს. უნდა ეხლა საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მოსხობს ამას შესაბამის, რომელიც ისე მოიქცევა, როგორც თვითონ უნდა. მე იმას კი რომ დაბლოკავს ჩინეთის. არა, პირიქით სარგებელს თავისი პირიქით, ანუ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს ტვირთები, რომლებიც უნდა ატარონ ფრანგებმა, გერმანელებმა, სიტყვაზე რაღაცა იქ ბრიტანელებმა, ევროპამ. უნდათ ეხლა 3 მილიონიანი ქვეყანა იმათთან შედარებით ვიღაცა ასე რომ წამოუწყაპუნებდნენ ხოლმე ხელს, არ უნდათ არ ჭირდებათ. მე ის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე. იქ ნავთობი ჭირდებათ. აქ ჭირდებათ გზა, დერეფანი, გადასარევი, ოქროს დერეფანი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ რატომ ხას გამოგჩა? სულ ცოტა ხნის ერთი კვირის წინ იყო გამოქვეყნებული უკრაინის დაზვერვამ რო გამოქვეყნა, ხო ნახეთ? ისო რა ქვია რუსეთის საკომუნიკაციო ბაზები რო აქვთო. ხო რა ფრონტის პირაო, არა, განცხადებაში არ გაუკეთებიათ ეგ. უყურე როგორი პროვოკაცია იყო. განცხადებაში თქვენს რომ აფრიკის კონტინენტზე აქვთო და ფრონტის ხაზის პირასო განლაგებულებიო. მე გამოქვეყნდა რუკა და რუკაზე დატანილი იყო საქართველო რა. ეს იყო ჩვეულებრივი პროვოცირება იმისათვის, რომ საქართველოში აი ამ ხო დაიწყეს კიდევ 20 კაცო ამ უსამშობლოებმა და მე ვნახე, წავიკითხე, როგორ ეხვეწებოდნენ და ემუდარებოდნენ უკრაინას, რომ დაარტყითო საქართველოში სადაც არის და ამ თავრობას მიაყოლეთო ზედო და რაღაცები. ანუ ქვეყანაში ეუნებიან რომ დაარტყითო, ჩვენ ქვეყანას დაარტყითო რა. თავისი ისე ალეკოს თემას მაგაში ხო არ არის. ნუ ის მოდინგის გავეშვათ.
ის ინდივიდუალურად მოქმედებდა და ამ შემთხვევაში აი ეს ჯგუფები. ანუ ეს იყო ამათ აი ეს როგორც არ გამოვიდა, ამ დროს წამოგვეწია ეს BBC-ს რაღაცა სისულელე. ეხლა ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ისე რა თქვა მოკლედ რა ყველა გამოვლილი გვაქვს 9 აპრილი ვიცი და უამრავი უბედურების შემსწრეც ვართ და რაღაცა ისტორიაში წაგვიკითხავს და გვინახავს. ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში საავადმყოფოები უნდა ყოფილიყო გადავსებული. ლეტალური შემთხვევა რომც არ დამდგარიყო, დაცულები რო ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, ეს იბრმავეთთან. რა თქმა უნდა, აი რომ არაფერი მოხდარიყო ლეტალური საავადმყოფოებში, აი ადგილები აი იცი როგორ გაწევ გამოწევა უნდა კატასტროფა უნდა მოხდარიყო რა. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა. და ეს ყველაფერი არის ტყუილი. თუ რა ყველამ ძალიან კარგად იცის და ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ იქ რო წყალს ასხავენ, იქ რო გაზის ბალონს უშვებენ, თქვათ, ცემსადენი გაზი როა, იმისი დანიშნულება არის გაგანეიტრალოს. ანუ ის კი არა მარტო წყალი კი არ უნდა მოგასხას კაცო. იმ წყალში უნდა იყოს ისეთი ნივთიერება, რომ პასიური გაგხადოს, ანუ ხო ნახეთ მეებით რო იწევდნენ და პოლიციელებს რო ურტყავენ და ასე პარლამენტს რო თავს ესხმოდნენ და ასე შემდეგ. ხო იმ წყალში არის სპეციალური ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება მარტო ჩვენთან კი არა, არა, გასაწუთი არ არის, არა. გააჩნია სიტუაციას, რანაირად აგრესიულად არის მომართული ის მაგალითად მომიტინგე თავდამსხმელი, ხო? შესაბამისად ამას იყენებენ. აბა ეხლა ცემსადენი გაზი რო ქვია და გაუშვებენ, თვალები რო დაგეწება, ამას დიდი ფილოსოფია ხო არ აჭირდება. თვალები მეწოდაო და თაბრო მესხმოდაო, რო ამბობ. მაგას რა თუნდა ის რა ქვია ქიმიური იარაღი. არა ბატონებო, ეს ქიმიური იარაღი შემოგდებულია როგორც ბოლო აკორდი. აბა დააკვირდით. ქიმიური იარაღებისა და იმების მე არის ყო ქვეყნების დაპყრობები კაცო. უკვე სადაც ქიმიური იარაღი და ატომური ბომბით დაუსვეს წერტილი. მასობრივი განადგურების იარაღი. ეს არის მასობრივი განადგურება და იქ უკვე მერე იწყებოდა რაც იწყებოდა. მორალურად გამართული სპეციფიკა. ეხლა ჩვენ კიდე უნდა ველოდოთ რაღაცა რა თქმა უნდა ეხლა განსაკუთრებული სიფხიზლეა ამათმა მიიყვანეს ბოლო აკორდი და ეს ნახე როგორ არის შესრულებული უყურე საქართველოს როგორი იმიჯი შეუქმნეს მსოფლიო ასპარეზზე და თან დააკვირდით სულ ერთი და იგივე ხალხი მუშაობენ. აი პირველ ეტაპს დავიწყოთ. აი მაგალითად როგორც არის რუსეთუმეები, რუსული კანონები, შეზღუდვა NGO-ების, იქ რაღაცა დემოკრატიის უკუსვლა და ასე შემდეგ. და ეს ბოლო აკრძალვები და ათასი უბედურობა. ესენი დაიწყებენ ჩვენი უსამშობლოები საქართველოში ზოგ რაღაცას იქიდან ჩააწვდიან პადაჩას, ესენი აქედან დაიწყებენ, მე აუწევენ ზუსტად ერთი და იგივე კატეგორია ხალხი და მსოფლიო ასპარეზზე ქმნიან ქართ ხელისუფლების იმიჯს, რომ ეს არის მოსაშორებელი ხელისუფლება. და ამიტომ უკვე იმ ზღვარზე არიან მისულები, ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ კიდევ შეიძლება რაიმე გაითამაშონ, ვის აინტერესებს ახლა იმ BBC-ს დასკვნაში ტყუილი წერია თუ მართალი კაცო. აგერ ხო არის და ერთი რა ერთ თუ ძმა ხარ არ გამოგჩეს ჰელსინკის კომისიის წევრები, ზოგიერთი ის ამერიკის ჰელსინკის კომისიის წევრები დღეს რომ აგერ იქ მთავრობას ეუბნებოდნენ რომ იქო შეისწავლეთო და სანქციეთო ქართული ხელისუფლებაო იქ რაღაც ქიმიური იარაღს იყენებენო ზუსტად მანდედან 2-3 ადამიანი მათ შორის ის ჯო უილსონი ავად სახსენებელი ერახში შეჭრაზე მოუწოდებდა მაშინ ზუსტად და რო შეიჭრენ და არაფერი არ აღმოჩნდა ვის ადარდებს უილსონებმა და იუკნევიჩიანებმა დაღუპეს უამრავი ქვეყანა რატო არ გამოვა ეხლა ეს მივიხილოთ ეხლა საერთაშორისო მიმოხილვის ძალიან მოდი გლეხურად ვიტყვი რა მარტივად ყველასათვის გასაგებად. რუსეთის ჯარი მიიწევს წინ ეს ერთი. მეორე ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპი ელაპარაკება მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს. იმიტომ ჩინეთში ჩადის ტრამპი, რუსეთთან ხედავთ როგორი ურთიერთობებია, უკრაინას ოფიციალურ დონეზე ამერიკა აღარ ელაპარაკება. ამერიკის სახელმწიფო მდივანს სახელმწიფო მდივანი არ ხვდება კაიაკალას და ზელენსკისაც არ ხვდებიან, არ იღებენ, სანამ ზელენსკი არინევებს კეთილს და არ მოაწერს ხელს მშვიდობას იმ პირობებით, რაც აწყობს რუსეთს. ეგ ვიცით. შემდეგი თემა. სანქციების შედეგს არ იღებს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, იმიტომ რომ აგერ ინდოეთში როგორ დახდნენ, აგერ ჩინეთი როგორ ეხმარება, ურთიერთდახმარება ეს რა თქმა უნდა, სანქციები არ იწვევს შედეგს და რუსეთის ეკონომიკა კატასტროფაში არ არის. პროსტორად კატასტროფაში არის
მისი მოწინააღმდეგეს ევროპის ეკონომიკა. ეგ მეორე. მესამე, პროქსი ძალები ევროპელების უკვე ყველა ქვეყანაში ძალიან დიდ ღრმა კრახში არიან. აი ჩვენ ნახეთ გამოაქვეყნა ჩვენმა სამართალდამცავ ორგანომ ის ფინანსური უკვე სქემები, რომელთაც სარგებლობენ ეგრეთ წოდებული NGOs ლიდერები და უკვე ცხადზე უცხადეს იმდენის თავის არა აქვს, რომ ეს მეტნაკლებად მალულად გააკეთოს და ცხადზე უცხადესი ხდება თუ როგორ ახერხებს deep state და ევროპის ბიუროკრატია პირდაპირ კანონ გარეშე აი პირდაპირ ზეწოლას ისეთ ქვეყნებზე როგორც არის საქართველო და ეს ყველა იცის და ეს მათი კრახის შედეგია ადრე უფრო პროფესიონალად მუშაობდნენ დარწმუნებული ვარ როცა რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური სიძლიერე არა მათი სისუსტეც არის ეს მეოთხე ჩვენ ხედავთ რა დღეშია რეიტინგი შოლცის იქნება ეს თუ სხვის საფრანგეთში მაკრონის რეიტინგი და ასე შემდეგ შპიგელი არ არის მაინდა-მაინც დასაჯერებელი ჟურნალი მაგრამ ხო გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი ხო სადაც პირდაპირ ამბობენ რომ ზელენსკი თხილად უნდა იყოს სადაც ამერიკამ გადააგდო მე მგონი ეს ყველაფერი უბრალოდ აი ამ სულებს მურტალოს რეუნებიან მეთოდები დაგეძღოდაო განეიტანებს რასაც ახლა თუნდაც ზაზამ აღნიშნა რომ შემზადება ხდება ფსიქოლოგიური ესენი არიან მასობრივი გადადგურების იარაღის შემქმნელები მეგობრებო ძალიან საინტერესო საუბარია რეკლამა